მშობლებიც ზოგადად ეხა მეკითხებიან, რომ აი როგორ მოვიქცე, ვიღაცა არ ჯამს ჩემთან მოსული, ვიღაცა არ სწავლობს და სულ ვეუბნები ხოლმე, რომ აი რაღაცა ეხა არის უფრო შესაძლებლობა და ეხა ამ გადასახედიდანაც ჩვენ ოჯახთან ერთად ამას რომ ვარჩევ ხოლმე, აი რაღაცა ფსიქოლოგიის რჩევა რა კარგი იქნებოდა თქო, რომ ჩვენ არ ვიცოდით როგორ მივდგომოდით რთულად ახსაზრდელს, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ის რაღაცა ყველაფერს აპროტესტებდა, რაღაცას ითხოვდა და ჩვენ ვერ უპირისპირდებოდით. ეხაც არის ეს და შეიძლება ასე ვთქვათ, ვაკვალიანებ ხოლმე ოჯახებს, რომ არა გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი, როგორ მოვექცეთ ეხა ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ამას უნდა გამოცდილება, ამას უნდა უკვე დაგროვილი ცოდნის გაზიარება. ამას თავისი პროფესიები აქვს და ამიტომ სადაც არის ცოტა უფრო სირთულე ამ ოჯახებში და ეხა ყველასთვის შეიძლება ეს ვთქვა, უნდა მიმართოთ ამ ბავშვთა ფსიქოლოგს, თუნდაც 1-2, ასე ვთქვათ, გაკვეთილი აიღოთ თუ სეანსი აიღოთ, რომ თქვენ გამოიმუშაოთ დამოკიდებულება იმ ინდივიდუალური და პერსონალიზირებული, ასე ვთქვათ, პრობლემიდან და პერსონიდან გამომდინარე, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენ ყოველდღიურობაში, ასე ვთქვათ, აწყდებით. ამიტომ აქ უნივერსალური მაგალითების გაზიარება, რომ მე ესეთი ვიყავი და ეხა ესე ქენით, ეს არ გამოდის აბსოლუტურად და მე ჩემი ყოველდღიურ პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, ამას უყურებ, რომ ასე ვთქვათ, აი ეს რჩევები მივცე ადამიანებს, რომ სწორად დაკვალიანდნენ ისინი. ხა ხანდახან ეს არ არის საჭირო ასე დრამატიზება ამ სიტუაციის, მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაცია ისეთი, რომ ასე ვთქვათ, ამას ჭირდება ჩარევა. ჩარევა არა წამლებით და არა რაღაცა მკურნალობით, არამედ მიდგომების გამომუშავებით, რომელიც არ მოეთხოვება ყველა პროფესიის მშობელს, რომ იცოდეს როგორ გაზარდოს საკუთარი შვილი, არც დედასაც და არც მამასაც. ამიტომ რჩევა უნდა აიღოთ თქვენ, როცა აქ რაღაცა წინაღობას სერიოზულს ხედავთ და ასე შემდეგ. აი ხა მე მაგალითად მახსენებთ ჩემი მეგობარი, რომელსაც მოზარდიშვილი ყავს, გოგონა და რაღაცა არ უშვებს მეგობრებთან საურთიერთოდ და ძალიან სერიოზული პროტესტი გახდა და რატო არ უშვებ რო ვეუბნები. აი რაღაცა საუბრობდნენ სტუმრად იყვნენ ჩვენთან ოთახშიო და რაღაცა სუიციდიდან თვითმკვლელობაზე დაიწყეს ბავშვებმა ლაპარაკიო და მე ხმა გავიგონე და ცალიყური მათკენ მქონდაო და აუგრძალა ეხლა საერთოდ მათთან ურთიერთობა. ის გამოსავალია? აი ამას ვამბობ სწორედ და მან არ იცის ეხლა რა ვქნაო. ხო აი როგორ მოვიქცევ, მიხდი აი მე ეხლა ცოტა რთული кейსი მოვიყვანე და რთული მაგალითი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ასე დროს ალბათ დახმარება არის აუცილებელი.